მსოფლიოში ხშირად იმართება ცნობილი ბრენდების ტრიბიუტები, ანუ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები კონცერტებს უძღვნიან ლეგენდებს, ასრულებენ მათი სიმღერების ქავერ ვერსიებსა თუ რიმეიკებს. ერთ-ერთი ასეთი რკინიგზელთა სასახლეში გაიმართა და ლედ ზეპელინს მიეძღვნა. ბლუზი, ფოლკი, რეგი, სოული, ფანკი, კლასიკა, ინდური, არაბული, პოპი, ლათინო და კანტრი. დაკვირვებული და მუსიკაში გარკვეული ადამიანი სწორედ ამ ჟანრის მუსიკის ნაზავს აღმოაჩენს ლედ ზეპელინის შემოქმედებაში, რომელიც პოპის მსმენელებისთვის შესაძლოა მიუღებელიც კი იყოს და ჟღარუნა და ჟღერდეს. 1968 წელს ჩამოყალიბებული ინგლისური ბენდი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ბატონობენ ბრიტანელები მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში. საქართველოში გამართულმა კონცერტმა კი საკმაოდ საქმიანი და ზრდასრული პუბლიკა შეკრიბა, რომლებიც ცნობილ ჰიტებს ქართული ინტერპრეტაციით სიამოვნებით იხსენებდნენ და თან ურწმუნდებოდნენ სამამულო მუსიკოსების ნიჭიერებაში. ჩვენ ესეთი ხალხი ვართ, იდეა რომ მოგდის, ეგრევე ვაკეთებთ. იდეა გაჩნდა და გავაკეთეთ. ეს არის პირველი ნაბიჯი და კომპანია Promo Industries გეგმავს კიდე ესეთი კონცერტების სერიის გაკეთებას. მიძღვნა. ეს არის იმ ხალხის პატივისცემა და მათ წინაშე ქედის მოდრეკა, ვინც აფუსტინ თავის დროზე ეს ააგორა ეს როკ-ენ-როლის მოძრაობა და როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში გადაწყდნენ რაღაც იმის აი საწყისებთან იდგნენ, რასაც ქვია როკ-ენ-როლი, რა ჰარდ როკი და დღევანდელი როკ სცენა რა. შოუში მონაწილეობდნენ ქეთი ორჯონიკიძისა და გია სალაღიშვილის ბენდი Blues Factory String, Sons of the Sun, Comic Condition, LOD, PI Light, Railside და ძმები ჯაფარიძეები. ტრიბიუტ კონცერტები ყველა ქვეყანაში ტარდება. ეგ ჯგუფს გამოსდის, არ გამოსდის მნიშვნელობა არ აქვს, თავარი ის არის რომ ამდენმა ჯგუფმა სადა გაეკეთებინა ტრიბიუტი და ზეპელინების დამი მიძღვნილ კონცერტზე გამოსულიყავით ეგ. ჩვეულებრივი მომენტია და ძალიან კაია და ასწორებს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საყვარელი ჯგუფია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე მათ სიმღერას დღეს ვასრულებ. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს დღეს აქვს, ძალიან რაღაც rock and roll. თითოეული მონაწილე ლედ ზეპელინის ორ ჰიტს ასრულებდა, პლუს სიმღერა თავისი შემოქმედებიდან. საბოლოოდ კონცერტი შედგა. ლეგენდარული ჯგუფის ტრიბიუტმა დააინტერესა როგორც ახალგაზრდები, ასევე ზრდასრული და საქმიანი ადამიანები და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო კიდევ არაერთი ლეგენდარული ტრიბიუტის მასპინძელი გახდება.